რა გელით ახლა მომავალში. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. 20 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით. ვნახოთ, აბა დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. სულ ორი ვარიანტი გვექნება, უნდა აირჩიოთ ერთი ან ორივე, მაგრამ უმჯობესია მარტო ერთი. და მოდით დავიწყოთ, ხო? რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. მოდით ქვებსაც დავამატებ. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა იყოს, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. აირჩიეთ მეგობრებო. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და იმედი მაქვს ორივე ვარიანტი კარგად ჩანს. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ხმლების პაჟი მეგობრებო. პაჟები ზოგადად ჩვენ ყავს ესეთი დამკვირვებლები, ესეთი ჟარგონს გამოვიყენებ და სტალკერები არიან ხოლმე. პირველ რიგში ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ მე ვხედავ იმას, რომ თქვენ რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, რაღაც გარკვეულ ცოდნას აგროვებთ. შესაძლოა სწავლის კუთხით იყოს რაღაც სიახლეები, მაგალითად შემოგემატოთ რაღაც ახალი სწავლა, რაღაც ახალი სამეცადინო, ან თქვენ თავად გადაწყვიტოთ, რომ დაიწყოთ რაღაცის მეცადინეობა, ხო? იმიტომ რომ რაღაც ცოტა ასეთი ენერგიები წამოვიდა ინფორმაციის შეგროვების. შესაძლოა ასევე რა თქმა უნდა ის სწავლა საერთოდ არანაირად არ ეხებოდეს, მაგრამ ეხებოდეს ინფორმაციის შეგროვებას კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით ან კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებითაც. ამასაც კი არ გამოვლიცხოვდი, მაგრამ უფრო მეტად რაღაც სწავლის ენერგიები წამოვიდა. ამასთან ერთად დავამატებდი იმას პირველი ვარიანტი, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში სიტყვებს გაუფრთხილდით მაქსიმალურად. ზოგადად მე არაერთხელ მისაუბრია სიტყვის ძალაზე და იმაზე, რომ ადამიანებს საერთოდ მივიწყებული გვაქვს ჩვენი სიტყვების ზალა. საერთოდ აღარ ვაფასებთ მას და მე გვიკვირს მანიფესტაციები, რატომ არ სრულდება, რატომ არ გამომდის რაღაცეებიო. იმიტომ რომ მეგობრებო, სიტყვები არის შესუსტებული. იმიტომ რომ ადამიანები როგორც სახეობა, მოდით ასე ვიტყვი, მივეჩვიეთ ტყუილებს, ორპირობას. სიტყვებს არ ვაფასებ, წარამარა ვისვრით, წარამარა ვესვრით ადამიანებს, მენატრები მიყვარხარ გიждები შენზე, წარამარა ვისვრით მნიშვნელოვან სიტყვებს, უნიშნელო სიტყვებსაც, თუმცა ყველა სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოთ გულრცფელი, მაგრამ ეცადეთ, რომ სიტყვები შეარჩიოთ მაქსიმალურად სწორად და ფრთხილად, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია თქვენმა სიტყვებმა ამ ერთი კვირის განმავლობაში ვიღაც თქვენთვის მნიშვნელოვანი აწყენინოს, ხო? ან პირიქით შეიძლება მოხდეს თქვენთან მიმართებაში ის, რომ ვიღაცისგან რაღაც კონკრეტული სიტყვები ცოტა გულზე მოგხვდეთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების ცხრიანი. ფინანსების კუთხით გადასარევი კვირა არის. თასების ტუზი. ფინანსების კუთხით ეს არის გადასარევი პერიოდი, მეგობრებო, იმიტომ რომ აქ ფინანსური ენერგიის თვალსაზრისით ყველაფერი იქნება იდეალურად თუ არა, როგორც მინიმუმ ძალიან კარგად. თუ აქამდე იყო რაიმე სახის ფინანსური პრობლემები, უბარაქობა, უფულობა, ან რაღაც გარკვეული კრიზისი, ამ კრიზისიდან რა თქმა უნდა გამოხვალთ, ხო? ცხადია, მე აქ ვერ შეგპირდებით მილიონებს და მილიარდებს. მაგრამ გარკვეული გამოსავალი აქ აუცილებლად იქნება ფინანსური კრიზისიდან. ან თუ თქვენ მაგალითად მუშაობთ კლიენტების რაოდენობაზე ან რაღაც გარკვეულ ბონუსებზე, აქ სავსებით შესაძლებელია იყოს რაღაც გარკვეული მოულოდნელი ბონუსები, მოულოდნელი კლიენტები და ასე შემდეგ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს გარკვეული ფინანსური ნეგატიური მდგომარეობიდან გამოსვლა და საკუთარი ფინანსური რესურსებით ტკბობა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის დაატკბეთ თქვენი ფინანსური ენერგიით, თქვენი ფინანსური საჩუქრით, რომელიც მოგეცემათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ
იცით, მადლიერება არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ვიბრაციული და ერთ-ერთი ყველაზე ნიშნულოვანი, მოდით ასე ვიტყვი, ენერგია, იმიტომ რომ რაც უფრო მადლიერები ვართ ჩვენ სამყაროსთვის, ადამიანებისთვის, მით უფრო მეც გვაძლევს ყოველთვის სამყარო. და რა თქმა უნდა, ახლა ბევრმა თქვენგანმა შეიძლება თქვას, რომ აი ვიქტორია, რისთვის უნდა ვიყო მე მადლიერი, როდესაც მე ასე ცუდად ვარ, ის მაქვს ცუდად, ეს მაქვს ცუდად. მეგობრებო, მესმის, მე არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებ თქვენი რაღაც ნეგატიური გამოცდილების და ნეგატიური მდგომარეობის გაუფასურებას, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ის რომ გაქვთ წვდომა ინტერნეტთან, წყალთან, საკვებთან, ესეც ხომ არა აქვს ყველას, ხო? გავიმეორებ, მე არ ვცდილობ აქ თქვენი რაღაც ნეგატიური გამოცდილებების გაუფასურებას, არა მეგობრებო. ეს იმას არნიშნავს, რომ თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ თავი ცუდად იგრძნოთ, რა თქმა უნდა გაქვთ და შეგიძლიათ იგრძნოთ, უნდა გამოუშვათ ეს ემოციები, უნდა მოусმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ სიგნალებს, მაგრამ მეტი მადლიერება ბრჭყალებში დეტალებისთვის. ყოველი მზის ამოსვლა, ყოველი დილის გათენება არის რეალურად ძალიან დიდი სასწაული. უბრალოდ ჩვენ ამ ყველაფერს მივეჩვიეთ, ხო? ამიტომაც გამოხატეთ მადლიერება და ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად მოგეცემათ თქვენ გარკვეული ფინანსური ენერგიის სახით საჩუქრები. სხვათა შორის აქ ფიზიკური რაღაც საჩუქრები შეიძლება იყოს მოულოდნელი ადამიანებისგან, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ უფრო მეტად სამყაროსგან ვხედავ და აუცილებლად მიიღეთ მადლიერებით და შედეგი თქვენ ძალიან დადებითად გაგაკვირვებთ. ძალიან დადებითად. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა, ვიგრძენი რომ აღარ უნდა დამემატებინა არკანები და სხვათა შორის პირველი ვარიანტი, აქ მე დავამატებდი ასეთ რაღაცას. ჩემი ცხოვრებიდან მოგიყვებით პატარა ისტორიას. გუშინ ჩემს მეგობართან საუბრობდით რაღაცეებზე, ცხოვრებაზე, ზოგადად ფილოსოფოსობდით რაღაცეებს და რაღაც მომენტში მან მითხრა, რომ მას ძალიან მოსწონს ჩემი ცხოვრება და ჩემს ცხოვრებაში არაფერს არ შეცვლი და საერთოდ. რაღაცაზე რჩევა ვკითხე და მაგიტომ მითხრა ასე. და იცით, ამ დროს მე დავფიქრდი, რომ რეალურად ხანდახან მეც ვდრამაქვინობ ხოლმე და იცით, ხანდახან ეს დრამაქვინობაც საჭირო არის, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ მეტი მადლიერება. კარგით, გადავედით მეორე ვარიანტზე. აღარ შეგაყოვნებ ჩემი ისტორიებით და აქ ამოვიდა ხმლების ცხრიანი. რატომ მოიწყინეთ მეგობრებო? პირველ რიგში აქ მე გეტყოდით იმას, რომ აუცილებლად ძილის რეჟიმს მიაქციეთ, ყურადღება, მეორე ვარიანტი. ასევე ძალიან კარგი იქნება ზურგის გარკვეული ან მასაჟები, ან ვარჯიშები, შეძლების დაგვარად. იცით, ახლა შესაძლოა ზოგი თქვენგანისთვის ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ თქვენ დიდი ხანია რაც არ გამოგიცვლიათ ლოგინის თეთრეული, აუცილებლად გამოცვალეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. იმიტომ რომ გროვდება ენერგია. მოდით დავამატოთ არკანები, ბალიშები მაინც გამოცვალეთ, მოდით ასე ვიტყვი, შეძლების დაგვარად ცხადია. რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 20 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, აბა. თასების 4-იანი. ხმლების დედოფალი. აქ მე ვხედავ რაღაც გარკვეულ დაცულობის შეგრძნებას, მეორე ვარიანტი. თითქოს ხმლების რაინდი, რატო არის ამდენი ხმლები და ნულოვანი არკანი. ნახეთ, აქ მე ვხედავ გარკვეულ ტრანსფორმაციულ ენერგიებს და ეს ტრანსფორმაციული ენერგიები თითქოს გადის სიტყვებში და ცოტა არც ისე სასიამოვნო ენერგიებში. თქვენ გადადიხართ ცხოვრების რაღაც ახალ ეტაპზე, ასევე აქ წამოვიდა რაღაც საბუთების, ხელმოწერების, რაღაც მსგავსის ენერგიები. შესაძლოა ვიღაცას აქ რაღაც ან სასამართლო ან საბუთებთან დაკავშირებით მოგიწიოთ რაღაცეების გარჩევა.
ნუ რას ხედავ ამ ერთი კვირის განმავლობაში ემოციურად შესაძლოა ცოტათი დათრგუნული იყოთ, თავს გამოფიტულად გრძნობდეთ, მაგრამ უნდა მისცეთ ხოლმე საკუთარ თავს ამის საშუალება, იმიტომ რომ ადამიანები ვართ როგორც სტიქიები, როგორც სეზონები. ყოველთვის ყველაფერი კარგად და იდეალურად ვერ იქნება, ხო? ხანდახან ჩვენ გვჭირდება შინაგანი ზამთარი. ზამთარი არის რა? ეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველა სტიქია ჩაჩუმებულია, ყველაფერს ძინავს. როდესაც ხდება ენერგეტიკის განულება, ხო? განახლება ყველაფრის. როდესაც ყველაფერი თავიდან იწყება. და ამ დროს დგება სრული სიჩუმე. და ახლა მეორე ვარიანტი, რაღაც მსგავს ენერგიებში გხედავთ. ეს შეიძლება არ იყოს მთლად მარტივი და სასიამოვნო, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ აქ დაინახავთ რაღაც სრულიად ახალ პოტენციალს, თქვენს რაღაც ახალ გზებში, კონკრეტულად ამ არკანიდან ვხედავ ამას, რაღაც ახალ პოტენციალს, ახალ პერსპექტივებს დაინახავთ საკუთარ რეალობაში. სულ სხვანაირად შეხედავთ რაღაცეებს კვირის ბოლოს. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების დედოფალი. ფინანსების კუთხით აქ მოდის სტაბილურობის ენერგია და იცით, შინაგანი მდგომარეობა კვირის დასაწყისში კი ბატონო შესაძლოა იყოს ცოტა დათრგუნული, ცოტათი ისეთი მძიმე როგორც ვახსენე, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ მიდიხართ შინაგანი და გარე სტაბილურობისკენ. სტაბილურობის შეგრძნებისკენ, იმ შეგრძნებისკენ, რომ ხართ დაცული სამყაროსგან და ირგვლივ მყოფებისგან. აი რაღაც დაცულობის შეგრძნება მოდის ინტენსიურად. თავიდან რაღაც ისეთი ემოციური დათრგუნულობა, პირიქით დაუცველობის და სისუსტის შეგრძნება და შემდგომ პირიქით დაცულობის უდიდესი მდგომარეობა, სტაბილურობის უდიდესი მდგომარეობა, რომელსაც თქვენ თავად აძლევთ საკუთარ თავს. კიდევ დავამატოთ არკანები. კვერთხების ცხრიანი, იცით, გარკვეული ნეგატიური ემოციები შეიძლება ამოტივტივდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ძველმა შრამებმა შეიძლება შეგახსენონ საკუთარი თავი, მაგრამ თქვენ ეს გჭირდებათ გადატვირთვისთვის, ენერგეტიკული გადატვირთვისთვის და იმისთვის, რომ განახლდეთ. თუმცა აქ მე დავამატებდი ასეთ ინფორმაციას, რომ გადაღლით და გადატვირთავთ საკუთარ თავს. აქ გავფრთხილდით თქვენს ნერვულ სისტემას, თქვენს კუნთებს, ზედმეტად ბევრს ივარჯიშებთ და ზედმეტად ბევრს იმუშავებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეცადეთ რომ იპოვოთ გარკვეული შინაგანი ბალანსი და ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა არა ეხოთ საკუთარ თავზე. მით უმეტეს 9, 10, 11 და 700 კაცის პასუხისმგებლობას მოაიღებთ საკუთარ თავზე. იყავით პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე და ქმედებებზე. არ გასცეთ ზედმეტად ბევრი ენერგია და გადაიღლით თავს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას. სხვა დანარჩენი კი პირიქით. გამახვალთ აუცილებლად კვირის ბოლომდე რაღაც ნეგატიური ფიქრებიდან, მდგომარეობიდან და გადაღლილობებისგან. უბრალოდ საკუთარ თავს ხელი უნდა შეუწყოთ. სულ ეს არის მეგობრებო, მალე შევხვდებით, ნახვამდის წარმატებები.